ამას აქ დავდებ. და აქ დავჯდები ფეჩთან, თორემ მაგრად შემცივდა. ოღონდ სავარაუდოდ თან მოვიხსნიან შევიკრავ ეს რაღაც გონია რომ გემი მინდა, გამარჯობათ, გემი მინდა და თუთი ყუში და ისა რაღაც მეკობრე. მართლა. და ცალთვალი ახვეული. გამარჯობათ ხარხნო დღემშვიდობის, არ ვიცი როგორ ავაკ რარაირად, რა ვიცი. ხო ვიყიდე, ერთხელ ხო მაინც გავიკეთო. ეს აშვერილი მაქვს, ეს ჩაშვერილი, ეს სად არის, არ ვიცი. არ ვიცი. ცოტა ხანი გავიკეთე. შეიძლება იონეს ვიცე და ეკეთოს რა. ნუ დამძრახავთ. სავარაუდოდ მე გავიკეთებ ხოლმე თმების აი ბუწკებისგან დასაბალად უფრო ესე დაკეცილს. რომელი საათია ხედავთ თქვენ 3 ხდება 3:25 თუ რაღაცა და ეხლა მოვედით სახლში დაახლოებით 20 წუთის წინ მე და ნინო. როგორ ვერ ვიტან მაწანწალა დღეებს, როგორ ვერ ვიტან. ოღონდ მაწანწალა დღეებს ვეძახი ბევრ ადგილას რომ უნდა მივიდე. კოკი! და თან ისეთ ადგილებში რომ აუცილებლად მისასვლელი, ანუ ვერ გაახალტუებ რა. და მიხვიდე, სხვა გზა არა. მოკლედ დავიწყოთ გუშინდელი დღიდან განხილვა. ჯერ პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას, საქართველოს გამარჯვებას, რომელმაც მოიგოს 3-0. ხო და მე 2 გოლს დავესწარი, მესამეც ვეღარ. თუმცა სადღაცას ჩამესმა რომ უგოლო დაიყვირეს და მივხვდი რომ ეგ იყო. ეცა ეს ცოტა გადავწიო, მართლა ბეღურასავით მაქვს. გუშინ ძალიან აი რა ვიცი, კუხნის დღე იყო. მთელი დღევა ვიყავი კუხნაში. ნუ კაი ხო სამზარეულოში. მთელი დღე. ავიტეხე ეს ხინ. კალიკოკი! ბიჭო! მიაუწიე და მე ამანაც აუწია. ერთი არ აქცდეს ახლა რა ჩემზე. ან რა ჭირად ავიკვეხე და დავიჟინე რომ აუცილებლად უნდა იმ წამს მოხაშული ეჭამო. მოხაში შეკაიქალო, ვინც მოგაუცხელებ რა. არა. დავალაგე ესე. კაი, ერთი ჭამა კიდე ხო კაი. 70 ხინკალი გავშალე. ეტყოდ ნინო შერადენი კიდე 5 მოუხარშავდი. იმას ძალკე მოუხარში. აი ესე რა მატრაკვეცა რო ხარ რა. ხო და ამასობაში ლაშა მოიტანა ისპანახი. კი დამირეკა მოვიტანო თუ არა ვიცოდო რომ ხინკალს ვაკეთებდი, რამდენად შეძლებო რა. და მოგეხმარებიო მეცო, რამდენი ხანი ესე გაკეთება მეც მიყვარს, ყველას უყვარს ისპანახი და გავაკეთოთო რა, მოგეხმარებიო გარჩევაშიო და იაფად იყო, ლარი იყო ერთი, ვინ მოგცემს ლარად? რასა ხორცის ფასია. ხო და შეიძლება შეგინთო დაზიანება ჰქონდესო ფოთლებს, რაღაცა ძალიან მაგარი იყო, არა ჰქონდა იმ მინიმალური დაზიანება ჰქონდა ძალიან. ხო და მეთქი მოიტანე, კაი, ხო. ისპანახი არა და ოღონდ მართლა, მე ისპანახი ეგი ადვილად არასოდეს არ გამიკეთებია და რას ვიტანჯებოდი. რას ვიტანჯებოდი, სად ხარ ვიდეო რო არ დადეო, შორე სალამი, ეყავდე ეკალო. რას ვიტაჯებო, ჯერ გათუთქე, მერე სანამ გაცივდება, მერე გაწურე, მერე დაჭერი. ოღონდაც რა. ჩავყარე ხახვი ბოუთუშე თანავჭრიდი ამ გარეცხის და თანავყარი თან იშუშებო. თანაჭამდნე. მე. ხო და მოკლედ ეს ხინკალი ხო მოვჩი, არა ეს გავშალე უფრო ზუსტად ნაწილი მოუხარში რო ცხელად ეჭი, ნაწილი გაშლილი. მქონდა დავიწყე ისპანახი. ისპანახამდე ხო ვიდეოც ჩავწერე თემუსი. ხო და მოკლედ რის მიხარია დანარჩენი დღეები, როცა არ ამუშაო, ხო შორენა ვეროთ. ჟენაც კაპუნო ფიქითა ტელეფონზე, აქ გათიშული მაქვს. ხო და დავიწყე ისპანახის გაკეთება თემურა შემდეგ. რაღაცას უყურები, ანუ ისე გავიდა დრო სინამდვილეში, რომ თან სერიას უყურებ, თან ვაკეთებდი რა და ხალათიც მეცვე, ხა კიციოდა, მაგრამ ხალათი მეცვა და არ მციოდა. არა დავიღალე. ძალკე იქ ჭურჭელი. ისპანახი ხო ბორჩი, კაი მობნელებული და მოხვალ გუშინდა მებანავებინა და მე მგონია ახალ წლამდე არ მოუწევს ამ დედაენდად ხოლოს ამას. ახალ წლამდე ბანაობ. ნინო, შენ 15 რო დაგკრე მაშინ წადი. ოღონდ არა მოიტულტლო რა ძალიან ეცადე რომ ისე და იმ ძახთან ყურადღებით. ხო და მოვჩი, ამოვედი და აბჯექი კათვები შევყარე რაღაცა ნინოს არ დავავალე რომ ძალიან ტალახი იყო და აი კამერა მოიგანგლება ხოლმე რაღაც მინდა და
ამოვედი და იქ ვიყავს ხოლმე პატარა სკამზე დაჯდომა რომ ფეჩთან რა ციოდე ხა. გავხედე საათს და რომელია 9 ეკლე რაღაცები ან თანა სიტუაცია ფეხბურთი უნდა ვუყურო. პირველ საათზე ჩასული თემუზე რო ამოვედი ამანათი რო გავხსენი და ჩავედი ეგიო. ჩავედი და ჩავედი. ხო და ეს ხინკალი აი მატრაკვეცა რო ხარ და რაც გინდა. ფეხბურთზე მეთქი რაღაც ჩიფსები და რაღაცები, კაი ხინკალი შევწვავ და ეს შინაურულად. აბა გაიქება და. იმიტომ რომ უმი ხინკალის სხვა შევწვავ, ჩავყარე ქვაფში ვათუხთუხე, ამოყარე გავშალე 2 სინზე და ეხლა ვიფიქრე რომ სადღაც რომელი საათი შნებოდა, მეთქი ჯერ ადრია. ამოვედი და 5 ეკლე და 900. ადექი ისე ჩავედი და დავიწყე ესა. ახლა აი აბუეტი რო ხარ. დაახლოებით მქონდა შესაწყველი 30 ხინკალი. ნუ აი 35-30 რამასე დავტოვე. არ მახსოვს, მაგრამ ესე იყო დაახლოებით ეს ჩამოვდგა ეს ყავა დავდგი და თუხთუხებს. ხო და და ხო არ არის გაზედა დავად. რაშიც წვავ ხოლმე, რასაც ვიყენებ ხოლმე შესაწყველად. იმაში მაქვს ის ქვაბი ხომ ჭირდებოდა მოსახარშად. და ქვაბში მქონდა ეს ისპანახი, კაი ბლომად გამოვიდა რა და მე მაღალი ტაფაც აქვს. ამ ქვაბიდან გადავიღე ტაფაში. რომ ეს ქვაბი მჭირდებოდა. მაგრამ ეხა ტაფა მჭირდება. ტაფაში კიდე ისპანახი, ეხა გადაღება გადმოღება მეზარება. ხო და აქ სახმარად მაქვს ხოლმე 2 ტაფა, პატარა ტაფები. უხნაში. გამოვიღე ზომას დავხედე და ანუ გამოწია 4 ჩატიო რა, შესაწყველად 4 ცალი ჩატიო. თან აქედანაც ხონდა შეწვა და თან იქიდა და თან როგორი ხინკლები მაქვს, იცი გაკეთებული, აი კუჭის მოჭრა არ ჭირდება რა, აქედანაც ბრტყელია, აქედანაც ანუ ეს რო გავაკეთე ამოტრიალებული დავდე. ხო და ორივე მხარეს კარგად უნდა შეიწვას და ეხა ტაფა მინდა. ეხა ვფიქრობ, ამ 4 ტაფაში 4 რო ჩადის, ამაში შევწვა 5 წუთი არის 9 საათამდე ფეხბურთს დაწყებად. თუ გავიდე მარანში და რომელშიც ეტევა 12 ის გამოვიტანო. ძველი ტაფა მაქვს, კაი. 12 ეტევა? რა ვიცი, დაახლოებით, რა ვიცი, რა ის რკინისები, კაი ტაფა მოკლედ რა, ოღონ დაბალია და ეგეთ რაღაცებს ვხმარობდი და კარტოფილის შესაწყველადაც ვხმარობდი. ეს ახალი ტაფა რაც მაქვს, ისინი გავიტანო. მოკლედ ვარჩევ ახლა რა გავაკეთო, ოღონდ კუხნაში ვარ და ეს პატარა მიჭირა. არა. დამეზარა მარანში გასვლა, 30 წამის საქმე არც იყო, რომ გამოვიტანო ტაფა რომელშიც ეტევა ნახევარი ის შესაწყველი ხინკალი. დავდე ეს. ძლივ მოუსწარი პირველ ტაიმს. დამთავრებას. არა, ფაქტია, მოვჭი კარგა გემრიელად, იცი რა კაი ფერის ხინკლები იყო, ძვირფასაც სუხრამნობდა და ამოვიტადი დავდე, აღარც ჭამის თავი მაქვს. ფეხბურთია თუ კალათბურთი ვეღარ ამხედავს, საერთოდაც აღარ მაინტერესებს, მაგრამ შია. შია, იმიტომ რომ თავს ვინახავდი. ეს მაგიდა გამოვწიეთ, აქავს ხედავთ რაღაცა და დავდეთ რა და ლაშა მომეხმარა. აი მწნილი ამოიტანა და მე მიყვარს ხინკალი ოღონდ ისპანახის. არ ვიცი თუ გიჭამია თუ არ გიჭამიათ, მე ჭამე ნინოსთან რომ მუშაობდი ხოლმე ტორტებში, მაშინ ხინკალს წაკეთებდა ხოლმე და ერთი პარტია გავაკეთეთ ეგ და აი უზომოდ მომეწონა რა და ეხლა მე ხინკლის დამწყები დღეს არ ვიყავი, მაგრამ რაღაცა ეს მელანქოლია მინდოდა რომ ეს ისპანახთან ერთად მეჭამა ხინკალი და ნუ ამოლაშამ წაიღებეთ ესეც რა. ხო და ეს ისპანახი გავაკეთე დღევანდელი დღისთვის, რომ დღეს საჭველი ყოფილიყო. კაი, დავსხედით, რაღაცა პირველი გოლი მაშინ გაიტანეს, რომ დავსხედით მოვესწარი, დავჭიქი ხა და გადავუღე ამას თავისი ზომაი, ბარბარეს თავისი, იმიტომ რომ იوارეს თუ ბოში ვიდა და დაჭდა იქ კარგად ვეყოლეთ, ხო და ყველამ ჯერ ჩვენ გადმოვიღეთ, რომ სანამ იوارე დაჭირებოდა და ეხა ეს ჩანგლით ჩავხიე ეს ხინკალი და ეს ისპანახი შევტენე. კაი, წვნიანი ისპანახი. დედა რა გემრიელი, ეხა ოღონ ამას ვფიქრობ, რომ ამას მე ვიზავ მარტო. იმიტომ რომ ეს ისპანახი მაქვს, მაგრამ ხვალინდელი დღე და დღევანდელი დღე საჭმელი და ამან არ დაგაგვიადეს, ადე ჩაიცვი. ამან მკითხა რომ ისაო, ეგ რა არისო, კაიო, რა ვიცი, ძალიან გემრიელი, რა ჭირა თავ თქვი რომ ძალიან გემრიელი იყო და გავხსენი და
აი ესე გადაშლილი და ხوار ჩადის, მაგრამ არა ტენის. ტენის ვეწონა. გავიხედე და ივანემ ერთ ხინკალში მთლიანი ჯამი ჩაასხა ის პანახისა და აი მანდ დავიღუპე ვიხდი რომ დღეს საჭველი არ აქვს. ესე იგი ხინკალი ვჭამეთ ის პანახით. ყველა. სუა ესე შვებოდი ეს რა გავაკეთე. არა ქუდი უნდა დაიფარო მეორე. ეს რა გავაკეთე მეთქი და დაჭდა უხინკლო და უისპანახოთ ხახნო. რა ვიცი ის არ არის წვიმა არ არის და უკაცრავად ვაფშოთ კისერი მოვაგრი. წვიმა არ არის და იქიდან რო წამოხვალ აქ გარგინდა და იქიდან რო წამოხვალ გამოიქეცი. ამასობაში ჩვენ რო ისპანახიან ხინკალს ავჭამდით. ეს არ დაგავიწყოს კისერი კეთია. ჩვენ რო ისპანახიან ხინკალს ვჭამდით, გაიტანეს მეორე გოლი. ეს გუთქა გარეთ ხილია და შეიძლება ერთი დღე არ გიყოს. თვითონ გაბრეცხე ზამთრის სტრესინი. განსაცმელი და ისევ ამოვაბარგე. აჰა, всё. აუ და ეს არ ამიწიო რა ბოლომდე. ბოლომდე არა, ბოლომდე. აჰა, ჩამოწიეთ, არ დაგიშლი. ხო, მომეცი ის მომეცი და ვურთულო და შენ ფეხსაცმელები ჩაიცვი. დიდი. ეს არის პირადობების ასლები, ჩემი იოანესი და ბარბარესი პირადობაც ავიღე. როცეკვაზე უნდა მივცე და დღეს რადგან ისინი არ იმათ არ აქვს ცეკვა, ამას გავატარ. ნინო, აი გახსნი თუ არა, პირდაპირ მიიტან და ან ლევანის მისცე მან სალონზე. აი ესე ვდებ, თუ არ დაგეჭუქნოს. და ისა, იცი როგორ გაიკეთე? 20 წამი დავაპაუზებ, გავუშვებ. აბა ყურადღებით ზაღთან. ხო არაფერი დამჩა. იქ გავატარ. ხო და ესა, მოკლედ მეორე გოლი რო გაიტანეს, 2-0 გულის აგულეს. რა გავაკეთე? ეს ხომ მივწეთ მაგიდა. ჩავალაგეთ ეფშები ერთმანეთს. აბა ჰე, მე ვთხარი, მე წავედი. კარგად ბრძანდებოდეთ. თარო ჭამდი მივხვდი რომ თირკმელებმა აქავართო. ო კარგად აღარ მანანაო, ჩვენც აქავართო და ეს ყველაფერი მივწიე. აბა მე ვთხარი ანგარიში კარგად დააკვირდით რხვალი მითხრათ. ხო და ისა, წავედი. ზუსტად 5 წუთში არც კი ამომქრა. აი სადღაცას ჩამესმა მესამე ყვინილი, მესამე გოლის ხმა. და მთლად უდარდელად დავიწყე. ორი ნოშკვა დავლიე და გავყევი ძილს მივეცი. არ დავთავრებულა. ეხა ვინც სათაური ნახეთ, ეხლა იმაზე უნდა მოგიყვეთ. ხო, ეხა ვინც იმისთვის შემოხველით, რომ აი ესაო თავის თავს იქებსო, დედობაზეო. აი მან შეცდით. ეხა ვისმინეთ როგორი დედა ვარ. აი. იმედია დეჩივი არ გიყურებს. ეს სადავტო ცხელია და თან კაი ხო ახლა. ამას ცოტა ჩაუწოთ რომ მუხლები გამომეთუ თქვა. ეხლა. კოკი. დამაცადე. 8-20 წუთია. 8-20 წუთია, 6-ისა დილის. აი 5 არის გადაცდენილი, რა ცოტა ალბათ 20 ან 10 წუთი. ლაშა არ ვიცი რატო რაღაცა მეკითხება რომ მაგან გამახვიდე ბარბარე მოვიდაო. დილა მე რო დავწიქი იყო ბავშვი, მე რა. ბარბარე მოვიდაო და ანუ ხო ძილში ვარ და ალბათ მოვიდო და მე ვერ მიხვდი ვინ მოვიდა, ვინ წავიდა, აზი არა ვარ რა მოხდა და აბა თუ მოვიდაო გარეთ შუქი რატო ანთიაქ აივანზე შუქი იყო დარჩენილი და აკაც. ხო რა ვიცი აბა წავალ მეთქი ნახე ეხლა ვდგები ავდექი. ხო და მე ის გამახსენდა რომ რაღაცა სადღაცას უნდა წასულიყო და ისიც გამახსენდა რომ ლაშას უნდა წაეყვანა. რომ უნდა წაეყვანა, მაგრამ მოყვანით არ ვიცი და შედარდო მოგეყვალა პეთქი და არაო ერთ-ერთს უნდა მოეყვანა. კაი, გამოვედი.
ეხლა ახალი გახვიძებული ვარ და ვფიქრობ, კაი, წავიდა საწავიდა როგორ და ჯერ ვერ ფხიზლდები რა და გამოვედი და დედაგენა ცვალოს ფლოსტები ალაგია ბავშვსახში არა. დედასაც ძინა. დედასაც ძინა საღამოს 9 საათზე რომ დაიძინა ძლივს გააღვიძეს. გავიხედე, არ არის საწოლში შევიხედე, ალაგებულია. იქ ისე ეთერასავითავ ქედიეს. აი გამახსენდა ბავშვის სად არის. საღამოს მეუბნება სკოლიდან რომ მოვიდეთ, დედა ხვალეო არის თავისი დაქალის და კლასელის დაბადების დღე. დღევანდელი დღე. ბაღიდან ერთად მოდიან და ზოგადად ამ სადაქალოს აქვს ერთი ის, რომ ღამე ვითომ სურპრიზად უკეთები, მაგრამ უკვე იცია, რომ ღამე 12 საათზე უნდა მივიდეთ. ხო და გადახდასო მე მგონი არაპირებსო, მაგრამ ჩვენ ხო იციო, მაინც რომ მივალთო. კარგი კოკი. კოკი. ვაიმე გავპუტავ ახლა. 12 საათზეო გოგოები მივდივართ, თორა და მამამ უნდა წაგვიყვანოსო რა, ლაშას უნდა წაიყვანო ყველა ბავშვი. ეგ იყო და ეგ. ხო მითხრა ბავშვმა, მაგრამ მე გავიგე. გამოვენი არ არის ბავშვი. ანუ ესე რომ მიდიან ხოლმე ნუ იქ ცოტა ხანი ყავას დალევე რაღაცა და კაცი გამოწი 3 საათზე მოდიან ხოლმე. კიდე კაი 9-ზე დავწექი და არ დავეროდე. ხო და არ არის ბარბარე. არ არის ბარბარე, ხა ავიღე ტელეფონი რომ დაურეკო, სად არის? დავრეკე და ვერ გავიდა. დავრეკე, ვერ გავიდა, მეთქი რაღაცა. აქ დროს უკვე 6:30-ია. ხო და კი ვიცი რომ იქ წავიდა, მაგრამ უნდა მოსულიო და ეგ აღარ ვიცის რა იქნა ბავშვი. მე უმაგრესი ყურადღებია. დავხედე იმას და მესიჯია მოსული რომ დედაო კოკი. დედაო, შორენა დეიდამო არ გამოგუშვო, არ გუშვებსო და ანუ გააფრთხილა ყველა ის რა, მე ლიზაო და ესაო მარიამიო ჩემითო ელენესთან დაგვტოვებ. ნუ კაი, ეხა ისედაც ვიცი რომ ყურადღებობთ არც არავინ დატოვებს, თუ ვიღაცამ სახში არ მიიყვანა რა, როგორც ლაშემ ჩაიყვანა, ისე ხო და? ნუ კაი, ეხა ფიქრობდი რაღაც ურეკავდი გავხეთქებული მეთქი. აი ეგ იყო ძლივს მოველი აზრზე, სად იყო ბავშვი. დედას ეძინა გათიშულს, ბავშვი არ იყო. ეხა რა ვქნა, მე რომ ერთი გამიხარდავთ ერკველები არ ამტკიოდა. უბრალოდ განან სისველისგან, ან სიმძიმისგან არაფერი ეგეთი არც დავსველებულო, არც შემცივნია, არ შემცივნია. იმიტომ რომ გაზიმენთო, 4 და 3 კამფორამენტო და ხალათი მეცვა თან. რო გადავიღლები ხოლმე. დიდი ხანი ამ ფეხზე დგომ, მით უმეტეს სამსახურში ფეხზე, მაინც მოძრავთ, მაინც რაღაც. ანუ რაღაცნაირად რა დავიტვირთე რა მოკლედ გუშინ და ერთი გამიხარდა რომ აღარ მტკი. მოვადუღე ყავა, დავჯექი დილა ადრიან, ეგ დავლიე. ხო და მეთქი წუხელი რო ვერ და თან გუშინ უნდა დამეხატა. რა უნდა დამეხატა? რადგან მეთქი ვერ დავხატე, მოდი ყველაზე ადვილი ნახატი, რომელიც ორი სარუჭკა მაქვს სახში რა და რომელიც მაქვს მეთქი დასახატი ყველაზე ადვილი, იმას დავხატავ თქო და დავხატე. არ მორჩენილა დაიცად. დავიწყე, ულამაზესი, უსაყვარლესი მანქანა დავხატე. შეკვეთას რომ წერენ ხოლმე ზოგადად ყოველთვის ვსქრინავ სახელ და გვართან ერთად, რომ მე შეკვეთას რომ გავამზადებ, ამ ადამიანს მივწერო. და ვსქრინავ იმ და თუ მეც მაინტერესებს იმ დასქრინულს ვნახავ, შევდივარ მე მესენჯერში და ვნახულობ როგორ და მოკლედ თუ რამე ინფორმაცია ამ ნახატთან დაკავშირებდეთ. მოკლედ დავხატე ნახატი, რაც გადმოგწავნილი იყო, დავხატე ნახატი და გამახსენდა რომ ეს ბავშვი მეუბნება რომ ჯერ გამომიგზავნეს რეალური მანქანის სურათი და მეთქი ამას არ ვხატავ რეალური სურათიდან არ ვხატავ არაფერს არ ვხატავ რეალური სურათიდან უნდა იყოს ნახატი. მით უმეტეს პერანგი არ გაძლევს მაგის იმას, იმიტომ რომ წყლის აღებავებით მუშაობ და თუ ერთი წვეთი ზედმეტი მოგივიდა გარბის. ხო და მახსოვს რა რომ სხვა ნახატი რო გამომიგზავნა, მითხრა რომ ეს დახატეთო. ოღონდ ეს რეალური მანქანის ნომერი გადავიტანო ამ ნახატზე. მეთქი რა პრობლემა.
ხო და შევედი ახლა მესენჯერში რომ უნდა ვნახო ნომერი. ვეძებ ნომერს და მივედი ამ სურათზე. და წავიკითხე ნომერი, ხა დავიწყე ნომერი უნდა გადავიტანო და სურათის ქვეშ წერია. ესეთი მანქანა. რა სურათიც არის გამოგზავნილი. ოღონდ. მანქანა წითელია. მე მზათა მაქვს. ოღონდ ნაცრისფერი. ამ დროს ცოტა ხანი იოგამ ვსვრთავ ხოლმე რომ იქნებ ვერ გავიგე და რაღაც აფექტის მდგომარეობაში შეცდომი წავიკითხე და ახლა დაშევედი. გამოვედი და ახლა შევედი. ისევე გაწერია. ესეთი ოღონდ ნაცრისფერი. თვალები დავხვიჭე და ჯერ ხო ძლივს მოვჭი როგორ. მეთქი სანამ სკოლაში სწავლენ თან დღეს რო სარბენი მაქვს. დავამთავრებ ყველაზე ადვილი ნახატი. აქ მაქვს. არ დაიმთავრებ. ვინც ხა მეგობრობა გამომიგზავნა, ვნახავ აუცილებლად. ხო და ჯერ ის გამიხარდა, რომ მუქი არ დავხატე და აღიათ ვერ გადავაკეთებ რაღაცა. გადავაკეთე როგორ ვერ გადავაკეთე. მაგრამ მე ხოჩები დამემართა. ეს მანქანა უსაყვარლესი პაწაწინა მანქანა იყო წითელი, აი ჯერ ეს წითელი აქვს დარჩენი არ გადამიკეთებინა. უბრალოდ მაგვიანდებოდა დილას და წავედი. გადავაკეთე რა თქმა უნდა, ამას ცოტა დეტალები აქვს კიდე გასაკეთებელია. ნომერი უნდა დავაწერო, რისი გულისთვისაც მივხვდი რომ შეცდომით მქონდა ნახატი და რაღაცა წარწერა უნდა დავაწერო აქ. აი ესეთი ოინები მომივიდა წუხი დილას. და ვიყიდე ის ლაკი რომელიც მინდოდა. ნახეთ? და ეხა ორი ნახატი აქვს წასაღები და იმ ნახატებზეც მივასხავ ცოტას, იმიტომ რომ ის ლაკი რასაც ეს არის თმის ლაკი, რომელსაც ნახატებზე ვიყენე. არ გადადის არად, მოკლედ დაცულია რა, შეიძლება წვიმისგანაც იყოს დაცული, ნუ ეხა თუ გაჟღერთავ არაფერისგან არ იქნება დაცული ისედაც. არც ტუში. ხო და ამას აქვს წყლის ეფექტი. ანუ გუაში ხო წყლის სახებავი არის მუქი და რო შრება ფერმკრთალ ღიავ, ანუ ღია რა, ის სისველი უფრო მუქია და ის. იმ ჩოვლ ლაკს რო ვასხავ, არაფერი და ამას რო ვასხავ და რო შრება, რჩება სველი ეფექტი, ანუ მუქი რჩება და ძალიან ლამაზია ნახატზე და ესეთი ვერსად ვერ ვიშოვე, წინაზეც ვერ ვიშოვე ბაზრობაზე და ეხა იყო და ვიყიდე 3 ცალი დაახლოებით 15 ნახატს დამიხატავს ეს. დამიხატავს რაღაცა გამიქაჩავს. ხო და ნუ მოკლედ. ამასობაში თან პარალელურად ივანე და ნინო უნდა მოვამზადო სასკოლეთ, რომ ლაშას ცოტა გვიან აქვს გაკვეთილები და უნდა მარშრუტკას გაყვნენ სკოლის მარშრუტკას. ბარბარეს ვერ მოვამზადებ, ბავშვი დავკარგე შუაღაფისას. ხო და ამ პარალელურად ვაკეთებ ამ ყველაფერს. როგორც კი ესენი გავუშვი, თან დღეს უნდა ბაზრობაზე წავიდე, მაგიტო ვჩქარობ, ჯერ იუსტიციაში და ნუ მოკლედ ლაშას ვთქვი, რომ შენ რო წახვალ მე წამოყვები იუსტიციაში, მეთქი და უცბად ავიღებ თქო იმას, რა ქვია, პირადობას რა, მზად არ უნდა მივიდე და გამოვართ. 2 წამის საქმე არ იყო, მაგრამ კაიო. შევედი და გამოვედი, ისე და 4 წადი თქო. ან მე მოვიტან ან შემო ივანეს დაურეკავ მეთქი აქედან რომ მარშრუტკით გამოვარ და სკოლასთან დამხვდება და მივაწვდი მარშრუტკიდან მეთქი ამ პირადობებს რომ ასლი მინდოდა. ასლი გამეკეთებინებინა ამ სამივეს, იქ რომ მეთხოვგან არ გამეკეთებინა, მაგრამ ბაზრობაზე სადმეტარებინა. ხო და ნუ კაიო, წავიდა ლაშა გავუშვი და ალბათ 1-20 წუთი ველოდე ჩემ რიგს და მე ძირითადად სულ პირადობის ასაღებად მისული ხალხი ვიყავი. ავიღე გამოვედი უკვე მარშრუტკის თუ რა ვურეკავი ივანეს რომ ივანე უნდა დამხვდეს სკოლის კარებთან იქ მარშრუტკა ჩაივლის ესენი უნდა მივაწოდო ჩემი ბარბარესი და ივანესი ლაშასთან გავატანო რომ ასლები გააკეთოს რომ დღეს საიხადაც გავატანე ნინოს ცეკვის მე უწვდომელია ხალაშას ვერ ვურეკავ რომ როდესაც გაკვეთილზეა არ ვურეკავ განან არ მიყავს ხებს და რაღაცა მე თვითონ არ ვურეკავ ერთი ზარი გავუშვა გავთიში რომ მე თვითონ გადმორეკავს ხო რა რომ აღარ მელოდოს იმიტომ რომ მელოდებო და რომ ჩავწდი სკოლას და გავედი ლილოს ბაზრობის გზაზე ივანე მირეკავს დედა რა გიდოდო არაფერი დედა გენაცვალოს გაკვეთილზე კარგად
ხო კარგად ახლა. მოკლედ წაველი ბაზრობაზე. აი მე ნიკოლოს უყიდე ვიცით ის საყვარელი რაღაცა ვუყიდე ნიკოლოს შეიძლება სახელმწიფოც ჩავიდე ახვალე. მოკლედ ამ დღეებში ყველა ვარიანტში უნდა ვინახულო ნიკოლოზა. პატარა ნიკოლოზა. მე ისეთ საყვარელი ზაროჭკა გავგიჟდა ვინახეთ რა მეთქი ეს მინდა. ხო სხვათა შორის სადაც ვყიდულობდი ხოლმე იქ ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანია ხოლმე და ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ გასულ თვეს ხანძარი მოხდა იცით ბაზრობაზე და ის ადგილი დაიწვა სადაც ეს ქალბატონი იყო და იმის დროც არ მქონდა რომ მივსულიყავი და მეკითხა იმ ტერიტორიაზე რომ ეს კონკრეტულად ეს მაღაზია სად გადავიდა თქო, თორე ისე ვიყიდდი. აი ძალიან უნდა მეჩქარა რა რაღაცა ვიყიდე გუაში კიდე. ვიყიდე ჩვეულებრივი გუაში. აი ეს განა იმიტომ რომ არ მქონდა, არა. ეს გუაში ვიყიდე, ამ გუაში მივეცი 8 ლარი, ეს არის 6 ფერი. ამის გამო ვიყიდე ხალხო. არც ერთი გუაში. ფურცელზე არა მოკლაპარაკი, ნაჭერზე. ნუ რომ ზოგადად მე არც ერთი გუაში. არც ერთ ფირმას არ აქვს ესეთი საღებავები, როგორც აქვს მithumetes შავი. ამიტომ ეხა საროჭკაზე მე ვიყიდებითო ცალკე, მაგრამ კაპიკად არ ვარგა, ნაცრისფერია, მუქი ნაცრისფერია და პიგმენტს რომელსაც ხმარობ კიდე ნაჭერში იჟღინთება და ძალიან მიძნელდება მუშაობა, ამიტომ სუფთა ნახატი თუ მინდა გამოვიდეს, მჭირდებოდა ეს და ცალკე ვერ ვიყიდი. ამიტომ ყველაზე პატარა ვიყიდე, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში შავი იდება, მაშინ რა თხლიში 8 ლარი. დავედი მოკლედ ლილოს ბაზრობის გზაზე, დავადე კი გზაზე, ყველაფერი მიმაქვს, ვერაფერი ვერ გავაკეთე. დამავიწყდა სია წამეღო, რომ რა უნდა მეყიდა, არც დამიწერია. აი ხო ვფიქრობ, ლილოს ბაზრობაზე მიმოვალ გზაზე გავიხსენებ და ზოგადად რაღაცა რომ მინდა ხოლმე და არ დავკარგვა რაღაცა, ჩემ თავს ვწერ ხოლმე მესენჯერში. ხო და ინტერნეტი კი არ მქონდა, მაგრამ ვიზუალურად გაიგზავნება რა, რომ მე ვნახო იმ წამს და ჩამოვწერე. ეს. ყველაზე მაგარი. მივდიოდი ვიყიდე, მაგალითად გუაში დავაწექი იმ ადგილს წავშალე, გუაში ამოვშალე სიიდან. ლაკი ვიყიდე, წავშალე და იქ ხო სია საკლდებოდა და ასე ვიყიდე ყველაფერი. ოღონდ ჩაწერა დამავიწყო, რომ მაგითის კლიონკა უნდა მეყიდა და იქ დამავიწყო. მე თუ მე ასეთ ვიყავი და სულ დამავიწყო. ახლა ლაშემ გამატანა რაღაცა რკინა. ეს მიყიდეო. განახე. ეს არის ნახშირი ბარგალკის. ნახშირი, ასე მითხრა, რა ვიცი. ხო და ეხლა მითხრა ეს აქ წადიო. აი აქ რო ახვალოს რაღაცეები რკინაკავეულობა რო იდება მოკლედ მატორები და ასე შემდეგ ბარი თოხი რაღაცეები. მოკლედ იქ არისო პატარა ჩიხიო. იქ რო შეხო მარჯვნივ ერთი კაცი ორი მოკლედ კაცებთან გამშვა. ყველაფერი რო ვიყიდე დავიტოვე ეს რომ ჩიხში უნდა წავიდე. წავედი. მივედი ამ კაცს მევთხარი, აი ეს მინდა და შენთან გამომგზავნეს. ეს მე არა მაქვს. შენ გააქო? არაო. აბა იმასთან წავიდეთო. გავიდა ცოტა იქი და დაუძახა და ეს და არ არისო ეს კაციო. კაი მაშინ აი ცოტა ქვემოთ ჩადიო. ხელმარჯვნივო და იქ იკითხეო. წაველი ხელმარჯვნივ პირსაწმედები ულაგია ამ კაცს და ვერ ავკითხავ ნახშირი ყურა გაქვს მეთქი ამ ეს რკინა. მე ვთხარი, აი ესეთი რაღაცა სად ვიყიდო, ან ვერ შევკადრეო, შენ ხო არა გაქვს, იმიტომ რომ მარჯვნივო. განიხარ. ანუ ნახე როგორ ხდება? აი ესეთი რაღაცა წარმოიდგინეთ რა. აქედან ჩიხში შევედი და ამ კაცებთან მივედი. ამ კაცებმა გამგზავნეს აქ. ამ კაცთან რომ არა, აქ ვთხარი პირსაწმედები ხო რა გაქვს, ამან აქ გამგზავნან. ეგ მე არა მაქვს. აი მას აუყევიო იმ კაცმა. გახვალ თუ არა ამ ჩიხიდან, კაცები დახვდებიან. როგორც გატათაგოვანა დაენაცვალოს ყველა შემოუარე. მე ვთქვი მან ვიყავი უკვე. არა აქ თუ არა, მაშინ მეწარა მაქვს. ხო და კარგად იყავით მე. ეგ იყო ბოლო, რაც უნდა მეყიდა. ეხლა დავხედე საათს და ესეთი არის, ანუ სამგორიდან გამოდის ჩვენი მარშრუტკები. სამგორიდან რომ გამოდის ჩვენი მარშრუტკები, ლილოს ბაზრობამდე უნდა, ეხლა რაც სამსახურში გაველი, ეგ დავამუღამე რო იტყვიან, რომ იმიტომ რომ იქ ხვდებით ხოლმე და სამგორიდან ლილოს ბაზრობამდე უნდა 27 ან 28 მარშრუტკას.
და არის 26 წუთი. აი მე რომ მოვწყდი ადგილიდან. რომ მოვწყდი ადგილიდან, აბაჩქარა თქვენ ალბათ იცით ვინც გააქვთ იმ ტერიტორიაზე რომ ბაზრობაზე ესეთი გადასასვლელია რა, უნდა ახვიდე აქ და გადახვიდე ჰაერშია ხიდი. ძლივს ხვაველი ოთხებით ალბათ თან წვიმს. თან ეს ჩანთა. თან მივრბი ვარ ხიდზე და ვიყურები მარჯვნივ რომ თუ მარშრუტკა მოდის ეს მარტყოფის დაუქნიო ხელი რომ და ცოტა ხანი რა ჩამოვალ ახლა. ჩავედი და არ არის მოსული, სავარაუდოდ არც გავლილი, იმიტომ რომ ორი მარტყოფელი დავინახე და გამიხარდა. როგორც კი ჩავედი დავჯექი და ამოვიქაქანე და მარტყოფის მარშრუტკა მოვიდა. ჩავჯექი გატენილი მარშრუტკა არის და ეხლა როგორ გინდა დაურეკო რომ ეს პირადობის საქმე არა მაქვს მოგვარებული. ეხლა სახში ამოვიდე, აქ ვინ უნდა გამიკეთოს. იმიტომ რომ 3 საათზე უნდა ეხლა გამეტანებინა და იონეს ურეკავ. ეტარათ უნდა ტელეფონი და უკვე რომ ჩამოვედი, მეთქი სხვა გზა არ იყო, უნდა ჩამოსულიყავი სკოლასთან, ძალიან მაგრამ ეზარებოდა, ეს ცული მქონდა სახში მოსულიყავი, უმაგრესად მშიო და სხვა გზა არ იყო, ჩამოველი სკოლასთან. ჩამოველი სკოლასთან და იონე მირეკავს, რა გინდო და დეო. არაფერი, შვილო გაკვეთილზე რა თიჯე შენ მარტო. შევედი. ერთი გაკვეთილი ვიჯექი, ნინოს დაველოდე და პარემ წამოვედით სახში და აი, მოვედი. მოველი გამოთაყვანებულ. მოვედი და შუქი არა ტელეფონი დაბჭდარი ბოლო დონეზე რა გინდა გააკეთო. მოვიდა ეხლა. ხო მოვიდა. ეხლა რას ვაპირებ? საჭმელი აღარა მაქვს, იმიტომ რომ ვიდეოს თავში საჭმელზე ხო მოგიყევით, რომ აღარა მაქვს. ხინკალში ჩავდეთ ეს, რაც აქ გქონდა. მოკლედ. ეხლა მტვერს ასრუტი უნდა ჩავართავ. ერთი რაც ვიცი აუცილებლად. და ეს ნახატი უნდა დავამთავრო, გადავაკეთო. ანუ ის პატარა დეტალები გავუკეთო რაღაცა, დავაწერო და მივწერო ამის პატრონს, რომ წაიღოს. სანამ კიდე შემიღებია. ოღონდ ის უნდა მივწერო, რომ ანუ რაც მოხდა და როგორც მოხდა. ხარ მინდა ავწიო თანაც, იმიტომ დაფიქსირებულია და მე არ მინდა სხვა ფერი გადავიდეს. ანუ ყავის სერიფერი ხოა, მაგრამ რადგან ქვეშიდან იყო წითელი. ქვეშიდან არის წითელი. მე პრობლემას არ წარმოადგენს რა და რაღაცას ვიზავ. ნუ ვეტყვი ყოველ შემთხვევაში რომ წითელი დაგიხავდეთ და მე გავა ნაცრისფერი. აი ესეთი ოინები მომივიდა ხალხო. ეგრია ხოლმე თუ ერთი დღე ავიჭერი, აი ეგ დღე ეგრე მიდის, სულ მიშლიგინებს. აი მიტუა. დაწექი, როდესაც დაწვებიან ბავშვები, სად გარბიხა, რომ მე აღარ იცი, რომელი ბავშვი ყავს სახში და რომელი არა. და ისიც არ გახსოვს სად აკავ. ბიჭო, გეფცები რა, გავიღვიძე და ფიქრობ, შვილი სად არის? გოგო. გოგოს ვეძებ. მივედი სკოლაში და სამივენი გამოთაყვანებულების ხედა გაკვეთილი. აბა 6 საათზე რომ დაიძინეს. ოღონდ მასწავლებელი გააფრთხილეს, რომ მეორე გაკვეთილზე მოვალთო, პირველი ოზავ დაგოგვიანებაო და სულ დაეძინათ, მე-4 წელი მივიდნენ. ხო და რომ მივედი სკოლაში, მაშინ შემხდები, ხა შევდივარ გაკვეთილზეო და თუ არ გვიჩხუბნენო და მე ვთხარი, მე თქვენთან არა. მე გამოვედი. აი ესეთი ოინებიც ხდება ხოლმე ხალხნო და ესეთი დღები არ მიყვარს. ქაოსური და თან რო სადღაცას ხარ გასასვლელი და თან აუცილებლად გასასვლელი და თან თუ ერთხელ დააგვიანა მარშრუტკას, დააგვიანებს ყველა ჯერზე რამდენჯერაც არ უნდა დაგჭირდეს დღეში. ანუ ძირითადად ჰაერში ხარ გამოკიდული ლოდინის რეჟიმში, რაც მე მკლავს. და თუ არ მინდა რომ მალო ველოდო ვინმეს, აი როგორც ერთ წუთში შუა ბაზრობიდან უკვე ხიდზე ვიყავი გადასული და გაჩერებაზე ვიდექი აი. ტაქსის მძღოლ შნურაკებს იკრავდა და რო გავრბოდი თვალი ვერ მოვკლა იფიქრა ალბათ იქ კაცმა გადამახტა ეტყობა.
კინაღებზე დავადექი. ეგეთი დღეებიც არის. ხო და ხა ისე ვარ გამოთაყვანებული რომ რა გავაკეთო და რა თან იცი რა ესეთი სიტუაცია რო არის ხოლმე ეხლა აი მაგალითად სხვა ნახატი უნდა დავიწყო და ისა ვქნა. მაგრამ ფიქრობ დავიწყო კი იმიტომ რომ იმენად ატეხილი ვარ დღეს. მოდი ხვალ დავიწყებ. აი ამას ვეუბნევ ჩემ თავს რომ რაღაცა ცოტა ვერ ახარ კარგად. ნესტანი დატარიელი უნდა დავხატო თუ ავთანდილი და რაღაცა არ მახსოვს რა უნდა დავხატო. რაღაცა მსგავსი ვეფხისტყაოსნის კადრი არც მახსოვს რა ზუსტად რო ველი უნდა დავხატო. რაღაცა დეტალი მახსოვს. მოკლედ ეგ უნდა დავხატო, სხვა არ დავუხატო, თვითონ შოთა რუსთაველი არ დავუხატო იქ. რაღაცა ეგ მაგის საშიშროება მაქვს, კი. ხო და ეხა წაველი ხალხო. რას გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, არ ვიცი, მაგრამ ვერა ვარ დღეს კარგად და რა ვიცი, საღამოს თუ მოველი მოვთვალე მომიკითხეთ. აი ეგრე, წავედი ახლა. კარგად, თან ტელეფონში ვაერთებ. გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. აბა ჰე